გამარჯობა. კიდევ ერთხელ კეთილი იყო შენი მობრძანება ჩემს YouTube არხზე. დღეს გადავწყვიტე ვისაუბრო ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, თუ როგორ მოვემზადოთ და წარმოვადგინოთ საკუთარი თავი გასაუბრებაზე, როცა საქმე გვაქვს ინგლისურენოვან დამსაქმებელთან. თითქმის ყოველ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა საკმაოდ დიდი პოტენციალი და უნარები ჰქონია სასურველი პოზიციისთვის, თუმცა ნერვიულობა და თვითდაუჯერებლობა გვარკვევლებდა გასაუბრებაში წარმატების მისაღწევად. სწორედ ამიტომ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ, როგორ მოვიხსნათ ინგლისურ ენაზე გასაუბრების შიში, განვიხილოთ მთავარ შეკითხვებს, რომელსაც პროფესიონალურად უნდა უპასუხოთ წარმატების მისაღწევად. ამ ვიდეოში დაგხვდება რეალური პრაქტიკული მაგალითები, პასუხების ყველაზე ეფექტური შაბლონები, სასარგებლო სიტყვები და ფრაზები და რაც მთავარია რეკომენდაცია თავდაჯერებულად გამოჩენისთვის. დაიმახსოვრით, ინგლისური ენა პირველ რიგში არის კომუნიკაცია, საკუთარი თავის სწორად წარმოჩენა და კარიერული შანსების გაფართოვება. მოდი ერთად მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, ისე რომ ინტერვიუერმა ნამდვილად დაგიმახსოვროს. დასაწყისში მოდი მოიშორე დაძაბულობა და სწორი მომზადება გაიარე გასაუბრებისთვის. გააკეთე 4 მნიშვნელოვანი ვარჯიში, რათა თავდაჯერებული გამოჩნდე ინტერვიუს დროს. პირველი, მოემზადე წინასწარ კითხვებისთვის და ხმამაღლა ივარჯიშე პასუხებზე. გასაუბრებაზე რაც შეიძლება დაგხვდეს კითხვების სახით, ყველა სავარაუდო მათგანი მოამზადე. დადაკი სარკის წინ და ისე ივარჯიშე პასუხის გაცემაში, ან მეგობარი დაიხმარე. მეორე. იცოდე შენი ძლიერი მხარეები და მაგალითები გამოცდილებიდან. არა ასაკმარისი თქვა, რომ რაღაც შეგიძლია, ამისთვის დამსაქმებელს დამამტკიცებელი მაგალითი სჭირდება. ჩამოწერე შენი ძლიერი თვისებები, მიუწერე გამოცდილებას და შედეგებს, რაც ამ თვისებამ მოგიტანა. ასე შენ საკუთარ თავსაც ახსენებ საკუთარ სიძლიერეს. მესამე, სუსტი მხარეს სწორად წარმოაჩინე. არ თქვა, რომ არ გაქვს სისუსტე, უბრალოდ გულწრფელად აირჩიე სისუსტე, რომელზეც უკვე მუშაობ და აჩვენე, რომ პროგრესი გაქვს. დამსაქმებელი დაინახოს, რომ შენ თვითგანვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი ხარ და ამას აფასებენ. ამ ფაქტორზე უფრო გარკვევი ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ. მეოთხე, შეისწავლე კომპანია და შენი მიზანი. გასაუბრებამდე აუცილებლად გაარკვიე კომპანიის საქმიანობა, გაიგე რას ეძებენ ისინი კანდიდატში, განსაზღვრო საკუთარი მოტივებიც. ინტერვიუერმა უნდა დაინახოს, რომ მიზანმიმართულად მოხვედი და უბრალოდ სამსახურის მაძიებელი არ ხარ. ახლა გადავიდეთ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე, რომელიც თითქმის ყველა გასაუბრებაზე გვხვდება. კითხვა პირველი. ინტერვიუერს აინტერესებს შენი გამოცდილება. აქ არაა საჭირო სიტყვასიტყვით მოყვე შენი რეზიუმე, უბრალოდ დაიცავი სტრუქტურა. Past, responsibilities, results, skills. ანუ სად მუშაობდი, რა გამოცდილება გაქვს, რა მოვალეობები გქონდა, რა შედეგებს მიაღწიე, რა უნარები განავითარე. შეგიძლია გამოიყენო ეს ფორმა. I have experience working as a და აქ დაასახელე შენი პოზიცია for მუშაობის პერიოდი years. In this role, I was mainly responsible for და შენი მოვალეობები დაასახელე. One of my key achievements was მიაწერე საკუთარი მიღწევები. Through this experience, I developed strong skills in და დაასახელე საქმიანობა, რომელშიც ძლიერი ხარ და ბოლოს დაუერთე which I believe will be vulnerable for this position. შაბლონი, როდესაც ინტერვიუერს აინტერესებს შენი ძლიერი მხარეები. დაიწყე მოკლედ და კონკრეტულად. I would say my greatest strength is და დაასახელე რომელიმე თვისება. და შემდეგ აჩვენე რას ნიშნავს ეს შენთვის, ანუ სად ვლინდება ეს თვისება რეალურ ცხოვრებაში. მაგალითების მოყვანა მსგავსი სიტყვებით დაიწყე. This means that I am able to და განაგრძე კონკრეტული მაგალითით. შემდეგ უკვე აჩვენე რა შედეგი მიიღე საკუთარი გამოცდილებიდან ამ თვისების დახმარებით. For example, in my previous role დაასახელე თუ რას აკეთებდი და დაურთე as a result და უკვე კონკრეტული შედეგი დაასახელე. და ბოლოს, ეს ყველაფერი დაალაგე ისე, რომ ინტერვიუერმა დაინახოს თუ რატომ არის ეს ძლიერი მხარე ამ კონკრეტული სამუშაოსთვის მნიშვნელოვანი. დაიწყე I believe this strength would help me succeed in this role because და შენი პოზიცია დააფიქსირე. მე და ნატალი თქვენთვის ჩამოვწერეთ ძლიერი თვისებები, რომლებიც შეგიძლიათ გასაუბრების დროს დაასახელოთ. ახლა ვიდეოში დავინიშნავ დროს 1 წუთის მანძილზე, შენ კი მოცემული მაგალითებიდან მოინიშნე საკუთარი ძლიერი თვისებები და სურვილის შემთხვევაში კომენტარებში გამიზიარე ისინი. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე. გასაუბრებაზე აინტერესებთ შენი სუსტი თვისებები და აქ აუცილებლად გაითვალისწინე. არასდროს თქვა სისუსტე, რომელზეც არ მუშაობ ან კრიტიკულია პოზიციისთვის. დაასახელე რეალური, თუმცა უსაფრთხო სისუსტე შემდეგი შესავლით. In the past, I used to struggle with და შეგიძლია დაასახელო მსგავსი მაგალითები, როგორებიცაა overthinking details ან სხვა. შემდეგ ახსენე, რომ გააცნობიერე პრობლემა. I realized this could affect my performance, so I decided to work on it. და ახსენი თუ რას აკეთებ მის გასაუმჯობესებლად. I have made a conscious effort to improve by და დაანახე პროგრესი. As a result, I now
და აქ მიუთითე შედეგები და სულისამებრ შეგიძლიათ დაუმატო. This helped me become more effective and confident. ახლა კი ჩაინიშნე სუსტი თვისებები, რომლებიც არასდროს უნდა ახსენო გასაუბრებისას. ისინი ცუდ შთაბეჭდილებას დაუტოვებს დამსაქმებელს. შემდეგი შაბლონი მარტივია, უბრალოდ იტყვი. My colleagues often say that I am და ასახელი რომელიმე კარგი თვისებები. ასევე ამას შეგიძლიათ დაუმატო. I have also been told that და ბოლოს გამოხატეთ თუ რის მიმართ ჰქონდათ მათ შენდამი მადლიერება. They appreciate that I am supportive and open to collaboration. და ბოლო მთავარი შეკითხვა, რომელიც ეხება შენი მოტივაციის წყაროს. დაიწყე შინაგანი მოტივაციის ხსენებით. I am highly motivated by doing my work well and taking responsibility for what I do. დაამატე საკუთარი ვარიანტებიც და შემდეგ დაასახელე. I am also motivated by და გარე მოტივაციის წყაროები ჩამოთვალე. დღეისთვის სულ ეს იყო, თუმცა ეს თემა იმდენად საფუძვლიანია, მომავალში კვლავ აუცილებლად შევეხებით მას. მომავალი ვიდეოსთვის დაელოდოთ პასუხების შაბლონს მათთვის, ვისაც არანაირი სამუშაო გამოცდილება არ ჰქონია. დასასრულში პატარა დავალება მაქვს თქვენთვის. ჩამოწერეთ თქვენი 5 სუსტი თვისება და შეეცადეთ დაწეროთ წინადადებები თუ როგორ წარმართავთ მათ პოზიტიურ კონტექსტში ჩვენი გაზიარებული შაბლონის მიხედვით. მადლობა და ნახვამდის.